გამარჯობა, მე თორნიკე ვარ და მე ვაკეთებ shopping startups აპლიკაციას, რომელიც გაგიმარტივებს online shopping-ს, დაგაზოგინებს თანხას და დაგეხმარება იმაში, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასად იპოვო პროდუქტი ქართულ ბაზარზე. გიზიარებთ ამ ჩემ ციფრულ თავგადასავალს თუ ნულიდან ფინიშამდე რა გზას გავული ამ აპლიკაციის შექმნისას და საერთოდ გაამართლებს თუ არა. დასაწყისისთვის გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო, რადგან ეს მე ძალიან დამეხმარება. ეხლა კი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება coding vlog-ის მესამე ეპიზოდში. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დაგიბრუნდით მესამე ეპიზოდით და როგორც წინა ეპიზოდში დაკვირდით, ეხლა გვაქვს ეს wireless მიკროფონი, რომელსაც სადღაც Amazon-ზე მიშოვით 90-დან $100-მდე და იმედი ამაში ბევრად უკეთესად ისმის ხმა, ვიდრე GoPro-ს თავის external მიკროფონში. ესე იგი, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, პირველ რიგში დავიწყებთ პროგრესით, თუ რა გავაკეთეთ, შემდეგ ავხსნი ამ პროგრესს, გეტყვით რა გამოწვევები შემხდა და როგორ მოვნახე მისი გადაჭრის გზები და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ საიტზე მთლიანად გავაკეთე ავტორიზაცია და ასევე რეგისტრაცია თავისი forgot password-ით, token-ით, ვერიფიკაციის კოდით და რაც სჭირდება იდეაში ჩამოყალიბებულ სარეგისტრაციო სისტემას. მოდით ახლა გადავიდეთ desktop-ზე და ვნახოთ როგორ მუშაობს და შემდეგ დეტალურად განვიხილოთ თუ როგორ ავაწყეთ ეს ავტორიზაცია და საერთოდ რა მიდგომებია საჭირო იმისთვის, რომ გააკეთო ავტორიზაცია, რომელიც იქნება დაცული. ესე იგი, ახლა გადავინაცვლეთ desktop-ზე და მოდით გავიაროთ ეს ავტორიზაციის და ასევე რეგისტრაციის flow. ესე იგი, მონაცემთა ბაზაში, MongoDB-ში, იდეაში, რომელიც წინა ეპიზოდში გაჩვენეთ, შევქმნით იუზერების კოლექცია, სადაც ჯერჯერობით სარიელია, იმიტომ რომ ყველა იუზერი რაც ატესტოთ დავერეგისტრე წავშალე, იმიტომ რომ თქვენ გაჩვენოთ როგორ ემატება საერთოდ ბაზაში და როგორ ხდება ეს ყველაფერი. და მოდით გავიაროთ რეგისტრაცია. პირველ რიგში ან შესრულაზე დაჭერით, ამას დაჭერით. გვაქვს აი ესეთი pop-up-ი, სადაც პირველი არის ავტორიზაცია, შემდეგი ტაბი არის რეგისტრაცია, ასევე გვაქვს დაგავიწყდა პაროლი, რომლის flow-საც მოგვიანებით გავვლით. მოდით ჯერ უბრალოდ გავიაროთ ჩვეულებრივი რეგისტრაცია. გადავდივართ რეგისტრაციაში, პირველი არის მეილი, მაგალითად დავწეროთ ჩემი მოდი პერსონალურ მეილს დავწერ. რა თქმა უნდა, აქ ვალიდაციები ყველაფერი ადევს, მაგალითად ეს თუ მეილი არ არის, ამას ავტომატურად შეამოწმებს და იმას თუ კოდში რა გამოვიყენე მაგალითად ვალიდაციებისთვის, ან mail sender-ისთვის, ან საერთოდ რა პაკეტები გამოვიყენე, ავხსნი უკვე შემდეგ. მოდით ჯერ უბრალოდ გავიაროთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი კლიენტის თვალწინ. სახელი გვარი, მაგალითად თორნიკე ჯორთმენაძე, პაროლი იყოს მაგალითად toko123, ასევე toko123 და ვაწვევით რეგისტრაციას, შემდეგ იგზავნება რეგისტრაციის სერვისის request-ი და როცა რეგისტრაცია წარმატებად მოხდება, გვაქვს გადავდივართ ვერიფიკაციის პანელზე, სადაც ჩვენს მეილზე უკვე მოდის ასე ვთქვათ ვერიფიკაციის კოდი. ამისთვის შეგვიძლია შევიდეთ მეილზე და ბუმ, აქ უკვე დაგვხდება იპოვი ანგარიშის ვერიფიკაცია, სადაც მოგვდის აი ესეთი შაბლონი და ხო, აქ ყურადღება მიაქციეთ, რომ ესეც ასე ვთქვათ custom mail-ია, ძაღლუკა იპოვი.com არის და არა ძაღლუკა gmail.com-ი და ამასაც მოგვიანებით გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ custom mail-ები. და აქ გვაქვს ჩვენი name-ი, რაც შევიყვანეთ, აქ ტექსტი და ხო ასევე 5 წუთი გვაქვს დრო, სადამდეც ვალიდურია ეს კოდი უსაფრთხოების მიზნით. და ჩვეულებრივად ვაკოპირებთ ამ კოდს, შემდეგ ვსვავთ აი აქ, ვაწვევით ვერიფიკაციას და გვაქვს აი ესეთი შეტყობინება, რომ უკვე ანგარიში შეიქმნა. და ეხლა შეგვიძლია თავისუფლად გავიაროთ ლოგინი, ასე ვთქვათ. აქ ავტომატურად ჩასეტა არასწორი, ასე ვთქვათ, მონაცემები, რაზეც იდეაში აკაუნთი არ არსებობს. ხო, სულ დამოწნა მე თქვა. ეხლა რომ შევიდეთ MongoDB-ში და იუზერების კოლექცია გადავარესტარტოთ, როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი იუზერი. თავისი იმეილით, name-ით, პაროლი რა თქმა უნდა დაჰეშილია და დაკრიპტული, იმიტომ რომ კანონით არ შეიძლება ზოგადად პაროლი რომ შეინახო ისე როგორც არის, ამიტომ უნდა დაკრიპტო. რადგან არავის აქვს უფლება იუზერის პაროლი იცოდეს. და ხო, ახლა უკვე შეგვიძლია იდეაში ავტორიზაცია. თუ არასწორს დავწერთ back-იდან, მოვა მესიჯი რომ უბრალოდ მეილი არასწორია, ამიტომ მოდით შევიყვანოთ რეალური tornike.george.soft@gmail.com და პაროლი იყო toko123. ვაწვევი შესვლას.
და მორჩა. უკვე დალოგინებული ვარ, ესეც ჩემი name-ი, dashboard route არის, სადაც გადავალთ ასე ვთქვათ ჩვენს და რა ხდება? როცა დავლოგინდებით, local storage-ში ვინახავთ სესიას, უფრო სესიას კი არა და tokens, რომელზეც მოგვიანებით გეტყვით თუ რაშია საჭირო და საერთოდ რაში გამოიყენება. Logout-ი ჯერ არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ თუ local storage-დან აი ამ tokens წავშლი, refresh-ი ავტომატურად დამალოგაუთებს სისტემა. თუ ასე ვთქვათ მომხმარებლის კომპიუტერში ეს token-ი არ არსებობს, ნიშნავს რომ ავტომატური დალოგინება არ უნდა მოხდეს. კარგი, მოდით ახლა ვნახოთ როგორ მუშაობს ასე ვთქვათ დამავიწყდა პაროლის ფუნქციონალი. ამ შემთხვევაში როცა გადავალთ დაგავიწყდა პაროლში, აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ის მეილი, რომელითაც იდეაში დავრეგისტრირდეთ და აკაუნტის პაროლი აღარ გვახსოვს. ამ შემთხვევაში ეს არის gmail.com. გაგზავნა, ეხლა შემოწეს ბაზაში, არსებობს თუ არა მსგავსი, თუ არსებობს კი ბატონო. მული გამოგზავნილია ელფოსტაზე. გადავალთ აქ და წესით რამდენიმე წამში დაგხვდება ახალი მესიჯი. პაროლის აღდგენა და აქ არის შაბლონი და ხო, გვეძლება უნიკალური token-ი, რის მიხედვითაც backend აპლიკაცია ხდება რომ ნამდვილად შენით ხო პაროლის აღდგენას და ეს ვალიდურია ასევე 5 წუთის განმავლობაში. პაროლის შეცვლას გადავყავართ აი ესეთ page-ზე, recover row-ზე, სადაც აი ეს token-ი ისეტება. და აქედან უკვე შეგვიძლია დავაყენოთ ახალი პაროლი. მაგალითად თუ იყო toko 123, მოდით დავაყენოთ georgesoft 123, აი ესეთი პაროლი. ვაწვევით შეცვლას და მორჩა. პაროლი შეცვლილია. ეხლა შეგვიძლია ახალი პაროლი შევიძეთ სისტემაში და ამის ნახვა შეგვიძლია აი აქ, ეხლა რომ დასაწყისი დავიმახსოვროთ ამის 2 და b დაკრიპტული პაროლის refresh-ზე აი ეს შეიცვლება. სადღაც აი ამ ნაწილი შეიცვალა. georgesoft.gmail.com და toko 123-ის მაგიროთ georgesoft 123. შესვლა. Voila. სისტემა შესული ვართ. კარგი, მოდი ახლა ვეცდები კოდის დონეზე დეტალურად განვიხილო თუ როგორ მუშაობს ეს ავტორიზაცია. Так, მე ახლა მომიწევს რომ backend-ის პროექტი გაჩვენოთ და ესე გამოიყურება ჩვენი backend-ის პროექტი. ხო, აქ სტრუქტურა შევცვალე, კონტროლერებში გვაქვს out კონტროლერი, სადაც ყველანაირი ავტორიზაციის ფუნქცია წერია და out route-ი, სადაც უკვე პოსტებად და get-ებად არის ჩამოწერილი თუ front-end-დან რომელს უნდა მიმართო. პირველი არის რეგისტრაცია და აი ეს ფუნქცია აკეთებს ამ ყველაფერს register user, სადაც ხდება ეგეთი რაღაც. როდესაც front-end-დან აქ შეიყვან ასე ვთქვათ value-ებს, ეს იქნება მეილი, სახელი, გვარი, პაროლი, გაიმეორი პაროლი და ასე შემდეგ. და როდესაც front-ში მოხდება ვალიდაცია, ვალიდაცია ნიშნავს მეილი, არის თუ არა ვალიდური, სახელგვარზე შეზღუდვა, მაგალითად 200-ზე არ შეგიძლია და აქაც ვალიდაცია მიდევს. პაროლზეც შეზღუდვა რომ მინიმუმ 6 სიმბოლო უნდა იყოს. ამ შეზღუდვებს front-დან აკეთებს Angular-ის reactive form-ი, აი მაგალითად ახლა რო გადავიდე register panel-ზე. აი იდეაში ამას ხელით არ წერ, Angular-ის reactive form მოდული აკეთებს ამ ყველაფერს. მაგალითად validator required ნიშნავს რომ აუცილებელია რომ ველი შეივსოს, მინიმალური სიგრძე ნიშნავს რომ 3 სიმბოლო მაინც უნდა იყოს, ხოლო მაქსიმალური 25 სიმბოლო და ამას შენ განსაზღვრავ. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის გაკეთებული და შემდეგ ამის error handling-ი ხდება უკვე template-ში. ჩვეულებრივად ესეც reactive form-ის, ასე ვთქვათ, მეთოდებია, აქაც არაფერი განსაკუთრებული. ოკეი, დაუბრუნდეთ ახლა back-ის, ასე ვთქვათ, ფუნქციას და register error-ში მიუხედავად იმისა, რომ ვალიდაცია კეთდება front-ში, ასევე ვალიდაციას ვიმეორებ back-შიც, იმიტომ რომ თავდაცვის მიზნით ეს საჭიროა, ხშირად არის რომ front-ში user-ს აქვს DevTools-ის გამოყენების უფლება და შეიძლება ვალიდაციების თავის არიდება. ამიტომ back-შიც მეორეჯერ უნდა გადამოწყვდეს, ნამდვილად ის მონაცემები არის რაც შენ გჭირდება და აი აქ mail-ს ვამოწმებ, ასევე პაროლის სიგრძეს ვამოწმებ, ეს კოდია უბრალოდ. აი აქ პაროლის სიგრძეს ვამოწმებ და ასე შემდეგ. კარგი, დავუბრუნდეთ out controllers და რა ხდება აქ? რეგისტრაციის დროს, როცა უკვე აი ამ ფუნქცია შემოდის ყველა ის მონაცემი, რაც front-დან მომხმარებელმა გამოგზავნა, ხდება მისი დაჩეკვა და რამდენიმე ივენთი. პირველ რიგში რეგისტრაციის დროს ვამოწმებ მონაცემთა ბაზაში მსგავსი მეილით ანგარიში არსებობს თუ არა. იმიტომ რომ თუ მსგავსი მეილით არსებობს, რეგისტრაციის საშუალო მომხმარებელს არ უნდა მივცე. ამიტომ მივდივარ MongoDB-ში, ვამოწმებ თუ მსგავსი მეილით არსებობს, message უბრუნებ რომ მსგავსი მომხმარებელი უკვე არსებობს, მოდი ცოტას მივადიდებ აი ესე. ხოლო თუ არ არსებობს, ვაგრძელებ პროცესს.
და რა ხდება. შემდეგ parallels hashout ესეც ჩაშენებული პაკეტია, რომელთაც ეშირებას ვაკეთებთ და შემდეგ სანამ მოკლედ როცა ეს ფუნქცია მორჩება, ჯერ მონაცემთა ბაზაში არ შეგვაქვს user-ი, იმიტომ რომ გვჭირდება ვერიფიკაცია. იმიტომ რომ გავარკვევთ ეს მეილი მართლა იმ user-ის არის თუ არა. და შემდეგ ვაკეთებთ ვერიფიკაციის კოდს, რენდომად ვაგენერირებთ, ასე ვთქვათ, კოდს, 6 ნიშნა კოდს, ვუთითებთ დროს ეს კოდი რამდენი ხანი იყოს აქტიური და არსებობს ეგეთი რაღაცა, node mailer-ი ქვია პაკეტს, რომელიც უშუალოდ mail-ს აგზავნის, აი from-ში იწერება ის მეილი, რომლითაც უნდა გააგზავნო და თუ ობიექტში უკვე მომხმარებლის მეილი, ну subject-ში title და HTML-ში აქ არის HTML-ის ფორმა, რომელსაც ვაგენერებ და ну აი შაბლონი რაც ნახეთ, რაც ბრუნდება, აი აქედან არის, ну იდეაში ეს ფუნქცია აგენერებს, რაც გადაეცემა name და ვერიფიკაციის კოდი. აი ეს უფასო პაკეტი, რომელთაც შეგიძლია მეილები გააგზავნო Node.js-დან, ან Express.js-დან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს email user-ი არის უკვე ჩემი პირადი email-ი, აი no reply Luca ipov.com რაც ნახეთ, რომელიც არის env ფაილში, რომელსაც დავბლარავ, იმიტომ რომ ეს მონაცემები საკმაოდ მნიშვნელოვანია. აი აქ არის email-ის user-ი, email-ის paroli, email host-ი, port-ი, რის მიხედვითაც custom email-ზე მოიპოვებთ ცდომას. და თუ საიდან დავაგენერირე ეს custom mail-ი, მაგას მოგვიანებით გაჩვენებთ. ხო, აქ მნიშვნელოვანი მონაცემებია, რაზეც ხა არ გვინდა საუბარი, რასაც ამ ფაილიდან აი აქ ვიღებ და ცვლადში ვინახავ. და რასაკეთებს რეგისტრაცია. თუ ყველაფერი რიგზე email-ზე აგზავნის აი ამ შაბლონს თავისი ვერიფიკაციის კოდით, რომლის დრო უკვე აღძრულია აი ამ line-ზე და ნუ შემდეგ ვაბრუნებთ ესეთ message-ს. და თუ რაღაც გაუთვალისწინებელი შეცდომა, ნუ registration error-ი, რომელიც server errors აბრუნებს, რაც იდეაში არ უნდა მოხდეს, თუ კოდში ყველაფერი რიგზეა. შემდეგ რა ხდება? შემდეგ საქმეში ერთვება verify user ფუნქცია და რასაკეთებს ეს? როცა უკვე აი აქ გამოგვიჩნდება შაბლონი, სადაც ვერიფიკაციის კოდი უნდა ჩავწეროთ, აი ეს ფუნქცია ელოდება ვერიფიკაციის კოდს და მის ვალიდურობას. და ამას გადაეცემა იდეაში ორი value front-end-დან, ну ეს არის email-ი, რომელიც ავტომატურად გადაეცემა, რადგან email-ის ვალიდურობაც დამტკიცდეს, რომ ნამდვილად იმ user-ის email-ი იგზავნება, რაზეც კოდის, ასე ვთქვათ, აქტიურობა აღიძრა. და შემდეგ ვამოწმებთ ამ კოდს, რომ ნუ პირველ რიგში ვამოწმებთ საერთოდ ეს 5 წუთი გავიდა თუ არა. თუ 5 წუთი გავიდა, პირდაპირ ორს უბრუნებთ, რომ მოცემული მეილისთვის ეს კოდი არ არის ვალიდური. უпростоრად ეს პირველი არის, რომ კოდი არასწორია. მეორე არის უკვე დროის ვალიდურობას ვაკეთებთ, ანუ აქტიურია თუ არა ეს ვერიფიკაციის კოდი. და შემდეგი არის უკვე კოდი საერთოდ არ ედრება არაფერს და საერთოდ სხვა რაღაცა და თუ ეს ყველაფერი გაიარა და კოდი მართლაც სწორია, უკვე ვქნით ახალ users. Create user-ი მაქვს შენახულია აქ მოდელში. ეს არის მოდელი, email-ი, name-ი, paroli, რომელთ არის შეიქმნა და plan-ი, ანუ subscription-ის გეგმა, რომელსაც მომავალში მივხედავთ და ჯერჯერობით default-ად არის free, რა თქმა უნდა. და უკვე ამ users ვქნით, მისთვის ვქნით ასევე tokens, უნიკალურ tokens და ვინახავთ მონაცემთა ბაზაში. და ესე იქნება, ასე ვთქვათ, user-ი. რა ხდება შემდეგ ფუნქციებში? login-ის დროს. login-ი უმარტივესი რაღაცაა, user-დან ვიღებთ email და parolls. პირველ რიგში ვაკეთებთ, მივიდივართ ბაზაში და ვეძებთ, თუ მსგავსი user-ი არსებობს, თუ მსგავსი user-ი არ არსებობს, უბრუნებთ ამას. ხოლო თუ ეს ყველაფერი გაიარა, ვაგენერირებთ tokens, იდეაში უგზავნით ესეთ message, რომ login-ი წარმატებით განხორციელდა და front-end-ში ამ tokens ვინახავთ local storage-ში, აი აქ, როგორც წეგან გაჩვენეთ. ეხლა წაშლილია, იმიტომ რომ დავლოგაუთებავთ სადე. შემდეგი ფუნქცია არის forgot password-ი, აი ეს ნაწილი და ამ შემთხვევაში front-end-დან იგზავნება მეილი და ეს ფუნქცია რასაკეთებს? იღებს ამ მეილს, შემდეგ ეძებს ბაზაში. თუ ამ მეილით არ არსებობს მონაცემი, პირდაპირ message ვუბრუნებთ, რომ მსგავსი მეილი არ არსებობს და მოკლედ ჩართვას გავაკეთებ აქედან, თუ თქვენ მოგწონთ ის, რასაც მე ვაკეთებ და ასევე გინდათ პროექტს ხარჯში დაუდგეთ, თუნდაც ეს იქნება Georgesoft-ი, როგორც აი ეს არხი ან ipov.com, როგორც სტარტაპი, შეგიძლიათ განიხილოთ Patreon-ის წევრობა. და ეს არის Patreon-ი, რომელზეც იდეაში description-ში არის ლინკი გადმოხვალთ და აქ არის პაკეტები, რომელზეც შეგიძლიათ გააკეთოთ subscription-ი, რითაც ისარგებლეთ benefit-ებით და ასევე დაეხმარებით არხს და ხო ასევე იქნებით ვიდეოს
ბოლოს ტიტრებში. უღრმესივადლობა, ვინც ამას გადაწყვეტ. ხოლო თუ ეს არ შეგიძლიათ, ან არ გინდათ, იდეალური გზა რომ გამოიწეროთ არხი, რადგან იდეაში ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ეს, ამიტომ არხის გამოწერით შენ ძალიან დაეხმარები არხს და ასევე პროექტს. და ასევე ხელს შეუწყობ ვიდეოების ხშირად კეთებას. ანუ არასწორი ხარ, არ არის ეგ მეილი სწორი. ხოლო თუ არსებობს, ვაგენერირებთ tokens, რომელსაც 15 წუთი აქვს ვადა, ან 15 წუთი არის ვალიდური, შემდეგ თუ იმ ლინკზე გადახვალ აღარ იმუშავებს და აქ ვაგენერირებთ ლინკს, რაც უნდა გაიგზავნოს მეილზე. ნუ ეს არის base URL-ი, ამ შემთხვევაში localhost-ი. მიუხედავად იმისა, რომ დომენი უკვე ვიყიდე, მაგრამ მაინც არ მაქვს ჯერ აწეული. შემდეგ recover route-ი, token-ი და აი ეს დაგენერირებულ token-ი. და ვაგზავნით როგორც ვერიფიკაციის კოდს, ზუსტად იგივე მეთოდით, უბრალოდ აქ ცოტა სხვა template-ი, ეს არის recover password.js-ი, სადაც ოდნავ სხვა template-ს ვაგენერირებთ. ნუ ეს აგზავნის ლინკს, შემდეგ იმ ლინკზე როცა გადავა მომხმარებელი, შემდეგ ერთვება საქმეში reset password ფუნქცია. რაც აკეთებს შემდეგ რამეს. როცა უკვე ლინკზე გადავიდა და ახალი პაროლი შეიყვანა, აქაც დამატებით ჩეკს ვაკეთებთ, რომ ნამდვილად ის იუზერია, რომელსაც პაროლის შეცვლა უნდა და არა უბრალოდ გარე ვიღაც, ამიტომ ვამოწმებთ token-ის ვალიდურობას, რა თქმა უნდა. და ნუ მე ვამოწმებთ დროს, თუ 15 წუთი გასულია, ვეუბნებით, რომ კარგად იყავი, ვადა ამოიწურა თავიდან სადე. თუ არა და ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას. ნუ მივდივართ ბაზაში, ვწუდებით ამ კონკრეტულ users და set მეთოდის გამოყენებით პაროლს ვუცვლით. მორჩა დამთავრებულია, პაროლი შეცვლილია და ყველაფერი რიგზეა. token-ის აუთენტიფიკაცია უпростоრად, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ როცა user-ი დალოგინდება, დააბრუნოს ეს user-ის მონაცემები, ნუ რაც აქ გვაქვს სახელი, bla bla bla, მეილი და ნუ მონღოლში რაც დაემატება რა. და ეს ამოწმებს პირველ რიგში tokens. ვალიდურია თუ არა token-ი. მე თქვა თუ არა ის token-ი, რომელიც ასე ვთქვათ, აქტიურია და აქ მითითებული მაქვს 7 დღე, ანუ როცა token-ი დაგენერირდება 7 დღეში წაიშლება. და რას ნიშნავს? როცა მომხმარებელი დალოგინდება და აი აქ ჩაესეტება აი ეს token-ი, პასუხისმგებელია, რომ ავტომატურად დალოგინდეთ. აი ახლა გაჩვენებთ, მაგალითად მე რო დავლოგინდე, რაც შევქმნით და პაროლი იყო George 1 2 3. აი უპს, შემეშალა? ოკეი. დავუშვათ დავლოგინის სისტემაში და user token-ი ჩაესეტა. და ეს token-ი back-შიც აღიძრა, რომელიც 7 დღის განმავლობაში აქტიური იქნება. ეს რას ნიშნავს? ეხლა მე თავიდან დალოგინება აღარ მჭირდება, იმიტომ რომ აი default home დირექტორიაზე რო შევიდე, ავტომატურად სისტემა შემაგდებს, აი ავტომატურად მალოგინებს, იმიტომ რომ token-ი არსებობს. როგორც კი back-ში 7 დღე გავა, ეს token-ი აღარ იქნება აქტიური და აი აქ, როცა ჩასეტილია ეს token-ი, ავტომატურად უშვებს request და ავტომატურად logout-ს გაგვიკეთებს, იმიტომ რომ ეს token-ი ვალიდური აღარ არის. აი დაახლოებით ესეთი ეფექტი ექნება, აი რომ მოვშალო და დავარეფრეშო, ამიყავს home-ზე და dashboard-ზე შესვლა აღარ შემიძლია, იმიტომ რომ დალოგინებული არ ვარ. ესაც ერთ-ერთი უსაფრთხოების მიზნით არის, იმიტომ რომ რაღაც სამუდამოდ ავტომატურად დალოგინებულს users ვერ დატოვებ, არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც სხვა დაჭდეს მის კომპიუტერზე და ასე შემდეგ, ამიტომ რაღაც დროის მერე ავტომატური logouti უნდა გავუკეთო. ხო, პრინციპში მეტი აქვს სათქმელი, აღარაფერია backend-ის მხარეს, front-end-ში რო წავიდეთ, როგორც გითხარით, ნუ ეს form control-ი ძალიან მარტივად ხდება ამ ყველაფრის ვალიდაცია და ხო ეს ყველა სერვისი არის out სერვისში. რეგისტრაციის სერვისი, ლოგინის, ვერიფიკაციის კოდი, ნუ logout სერვისი არ ჭირდება, უბრალოდ ეგეთ რაღაცას ვაკეთებ და ნუ რადგან ამათ თვისებას მოიცავს აქვე ჩავსვი, get user data, რომელსაც მოაქვს და აქ თავარი არის ერთი ფაქტორი. ნებისმიერ ამ request-ს, ეს იქნება რეგისტრაცია, ლოგინი, ვერიფიკაციის კოდი, ამ ყველა ფუნქციას back-ში ჭირდება token-ის შემოწმება, რადგან token-ი არის ის ხელჩასაჭირი, რითაც იგებ მართლა ის ტიპი გეკონტაქტება back-ში თუ არა. რადგან ყველგან token-ი ჭირდება, token-ი უпростоრად ამ შემთხვევაში აქ payload-ში, სადაც მონაცემებს ვატანთ, ყველგან რომ არ მოგვიწიოს ეს token-ის გატანება, ამისთვის Angular-ში არსებობს interceptor-ი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ ყველა request-ს რასაც აკეთებ, გაატანო გლობალურად, ასე ვთქვათ, რაც გინდა. და ნუ ამ შემთხვევაში აქ გაწერილი მაქვს, რომ ყველა request გაყვეს token-ი და თითო-თითო ხელით ამ ყველაფრის გაკეთება აღარ მიწევს. ეხლა მოდით ვისაუბროთ, საიდან შევქმნე ეს custom mail-ი, საერთოდ hosting-ის თემებში რა ხდება და domain-ის თემებში. მოკლედ ეს არის Namecheap-ი, სადაც შეგვიძლია ვიყიდოთ hosting-ი, ასევე shared hosting-ი, VPS-ი, domain-ები საკმაოდ იაფად
ამას ვიყენებ უკვე საკმაოდ დიდი ხანია Georgesoft.com-ით ამ hosting-ზე მოქვს ასე ვთქვათ დახოსტილი. და მოდით ახლა შევალთ ჩემ პანელში და გაჩვენებ რა როგორ ხდება. ახლა რაც შეეხება აი ამ პროექტს, დარწმუნებული ვარ გამოჩნდებოდა ისეთი ტიპი, ვისაც ბოროტად მოუნდებოდა ამ დომეინის წინასწარ ყიდვა, იმიტომ რომ მე ვეღარ მეყიდა, ამიტომ ipov.com-ი წინასწარ ვიყიდე, აღარ ეცადოთ, უბრალოდ დაკეტილია სხვა ყველა გარე IP-სგან და მხოლოდ მე შემიძლია შესვლა და ატვირთულიც არაფერია, მაგრამ ნუ იცოდეთ რომ დომეინი უკვე ჩემ ხელშია. ნუ ესე გამოიყურება ჩვენი გარე dashboard-ი Namecheap-ზე და ეს არის უკვე შიდა სამზარეულო, სადაც გვაქვს ნუ ჩვეულებრივი C პანელი, რომელსაც უამრავი ფუნქცია გააჩნია და მოდი სად ვიყავით, ხო, იდეაში email-ებზე ვიყავით, როგორ შევქნათ custom mail-ი. როცა დომეინს ყიდულობ და დომეინი იდეაში Namecheap-ზე აქვე მაქვს ნაყიდი, ჩვეულებრივად მივაბამ ჩემ hosts. ნუ primary domain-ი არის Georgesoft.com-ი, იმიტომ რომ პირველად მივაბი. აქ არის ესეთი განყოფილება email account, სადაც შეგვიძლია შევქნათ ჩვენი, ასე ვთქვათ, custom email-ები და ნუ ესა რამდენიმე შექმნილი მაქვს, აი აქვს. No replay იყო წეგან გამოყენებული, ipov-ისთვის მაქვს ასევე contact ipov და ნუ Georgesoft-ისთვისაც მაქვს ესეთი custom mail-ი. უბრალოდ შეიძლება create აწვევი და ქმნი. ამისთვის საჭიროა რომ უბრალოდ გქონდეს დომეინი და როგორც ვთქვი, თითო დომეინზე საშუალება გაქვს 28 custom mail-ის შექმნა. შემდეგ უბრალოდ manage საწვევით გადადიხართ და გაქვთ ყველა ის data, რის მიხედვითაც შეგიძლიათ ეს დააკავშიროთ თქვენს, ასე ვთქვათ, mail აპლიკაციაში, რასაც იყენებთ. ნუ ეს იქნება gmail.com-ი, Outlook-ი თუ ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში Outlook-ს ვიყენებ და ჩვეულებრივად მაქვს დაკავშირებული აი contact Georgesoft.com-ი, სადაც ნუ ჩვეულებრივად ნებისმიერი inbox-ი მომივა. იდეაში coding vlog-ი უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ისეთ სულად ჩვენ ვართ. მთლიანი პროგრესი გაჩვენეთ, ნუ ერთ შეხედვით თითქოს მარტივად ჟღერდა ამ რეგისტრაციის და ავტორიზაციის აწყობა, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა ბექში. დასამატებელი არის უამრავი რამ და სავარაუდოდ მომდევნო იქნება Google-ით და Facebook-ით ავტორიზაცია, რადგან ეს რაც განვიხილეთ იყო ჩვეულებრივი custom ავტორიზაცია და წინ უამრავი საინტერესო ფიჩერი გველის და ნუ ჩემთან ერთად ნახავთ როგორ გაიზრდება ეს პროექტი ნულიდან ბოლომდე და საერთოდ მიაღწევს თუ არა წარმატებას. ხო, თუ გაინტერესებთ მეტი სიახლე, გთხოვთ რომ შემოხვიდეთ Discord server-ზე, რადგან თუ YouTube-ზე არ ვდებ რა ვიდეოებს იქ ვდებ ხოლმე ხშირად პატარ-პატარა ინფორმაციებს. და ხო, როგორც მეორე ეპიზოდში გავაკეთეთ ტრადიცია, არ დავარღვევთ ამ ეპიზოდშიც და ვიდეოს დასასრულს გირჩევთ ერთ TV shows და თუ sci-fi და სამეცნიერო, ასე ვთქვათ, TV show-ები ან ფილმი ან რამე მოგწონთ, უყურეთ აი ამას. 3 body problem, იგივე 3 სხეულის პრობლემა. თქვენთან იყო Georgesoft-ი და შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.